ვარ მოსულაო და მე არ იყავი და ახლა წევიდა გიორგი. ეგერ მოდის. Amen.
ისო რომელმან არა არსისაგან არსად მოიყვანა რომელი ნათელსაში მიყარ შეუხებასა და საქმად გაგუჩაი ხოლო ქვეყანა იყო არცულებად რომელმან მოსეს გზანა და სახე მიეცხოვა ბესერიოს შორისობი სიბრისა და აზრად მაინც ამოდოყვენი გინი აღსამართლებლად რაღაცა გამოდისასა რომელსაშინა იქნეს სამართლა მსახურებისანი რომელმან მიანიჭესო სივრცე და სიდიდრე გულისა და მის მიერ ძროსად ვეღაშენე დაძალი ხოლო წმინდათა და ყოლაფხებუთა მოციქულთა შენთა სულიერი სამსახურებისა და ჭეშმარიტებისა კარმისა განუახლე მადლი და მათში მიერ წმინდანი ეკლესიანი და საკურთხეველი შენი უფალო ძალთაო დაგმერგენ ყოველ საქვეყანას და შესაძირავად შენ და გორიერთა და უსისხლო და მსხვერპლთა რომელმან საქმო იყავად სახშენება ტაძრისა ამის ახლსა ზედა წმინდისა დიდისა მეფისა თამარისა სადიდებადად შენ და მხოლოდ შოქრისა ძისა შენისა და ყოვლად წმინდისა სულისა შენისა შენ მუდაო და მიჭმრავალო მეუფეო მოიხსენე წყალობანი შენი და შეწყნარებანი შენი რამე თუ საუკუნიდან არიან და მომიძაგებ ჩვენ შემწიფლებულთა სიმრავლით და წოდვათა როცა გახსნი აღქმასა შენს არა წმინდებისა ჩვენისათვის არავე დუგულებელს ყველაცა შეწოდებანი ჩვენი და შემძლებელ თქვენ და ღირს თქვენ ჩვენ მადლითა და გარდამოსვლით აბოლდა წმინდისა ცხოველს ყოფილისა სულისა შენისათა დაუჟიალად სულყოფად სათბურების ამის ტაძრისასა და კლად წმინდა ყოფასა მაშინა მდგომარისა საკურთხეველისასა რათა ამასცა შინა გაკურთხევდეთ ჩემს სამონითა და გალობითა და საებრულ დასახურებითა და მარადის გადიდებდეთ მოწყალებასა შენსა ემეუბეუფალო ღმერთო მაცხოვარო ჩვენო სასოო მოუთა კიდე და ქვეყანისათავო შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრებელთა შენთა და გარდამოავლინე შენი ყოვლად წმინდა და თაყვანისაცემელი და ყოვლად ძლიერი სული და წმინდა ყავს ახლიესე აღავსე მარტითა დათლითა სამარადის სორითა სათნო იყავს სამკვიდრებელად შენ და ყავესი ადგილ საყოფო დიდებისა შენისა შიამკევესე საფტოითა და ზეშას უკისა მართლა შენ და მიერ და გამგიწესე ნავსახურებად გელობრიმულთა საკუნებადად დებათა შესავებრებად უზულთა საუბრებად ეშმაკთა განახრებად გვავთა შენთან ასზე და ხედა მამე და მორში ყოფითა ყურთა შენთათა ვედრება სამაცა რომელიც ძალულებითა და შიდა შენთა შემავალ იყვნენ მაშინა და ხადობენ ყველად პატიოსასა და თაყვანისაცემასა სახელსა შენსა და რასაც აითხოვენ შენგან შეისმინე შენსა და შინა და მოწყალე და მალხინებელი თქვენ დაიცერესე ვიდრე აღსაცურამდე შეუძრელად მაშინა გომარე საკურთხეველი წმინდა და გამოაჩინე წარსა და მოკვედებითა სულისა შენისა წმინდისა და ადიდეეს უფლის ჯუნიერისა სალხინებელისა რაითა მაშინა აღსულებული მდგომარეობანი აღიწევდნენ წმინდასა ზედა და ზესტაცადასა და საცნაურსა საკურთხეველსა შენსა და გარდამოიღებდნენ ჩვენ და მათსა უხსნელისა მოხეთისა შენისასა რამე თუ არა უღლის და ხელთა ჩვენთა მოხმობებასა ვესად არავედ გამოუთქვა სასახიერებასა შენსა
მოდელის ეჯერისამის აღშენებული ეს გაზარი საფრთხე და დიდები და შეიძლება მარჩიდან დამოწებული საკუთრებო ინტერესია გამოაჩინეს. რაიდა ჩვენ სამგვარების შინაშენის საერთაშორისო სულროს და საერთაშორისო
მეოხებითა ყველა მუსლიმისა დედისათვისისა და ძვირებითა პატრიოტისა და ცხოველს მკურნალისა, ჯვარისა და ჯვარისა ვაზისა და ძვირებითა პატრიოტისა და უფროსა და სეცისა ძალთა და პატრიოტისა დიდებისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა, ნათლისმცემლისა, იოანესითა და ყოველთა წმინდათა წინასწარმეტყველთა, წმინდათა დიდებულთა, ყოვლადღებულთა, თავთა მოციქულთა, პეტრესითა და პავლესითა, ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, მადათასითა, ბარნაბა და თადეოსისა და წმინდათა შორის დედისა ჩვენისა მოციქულთა სოლისა, ნინო ქართულ და განმანათლებელისა და წმინდისა დიდისა მოწამისა, გრელოვოსისა, საკოლმოკვედისა, გიორგისა და წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოს, მიროლუგის არქიეპისკოპოსის, საკოლმოკვედისა და ყოველთა წმინდათა მრავლთა და წმინდათა დიდა ქართულთა მეფეთა და დედოფალთა და წმინდისა, დიდისა მეფისა, კეთილმორწმუნისა, თამარისა, რომლის ახსენებასაც ამოსულა ჩვენი პრეზიდენტისა წინასწარმეტყველისა იერემიასითა, წმინდათა ღირსთა და ღმერთშემოსულთა მამათა ჩვენთა, მისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა, მისთანა 12 წმინდათა მოწამეთა, მისა მამისა ჩვენისა იოანე ალექსინგერისა, სირაკელისა და წმინდისა მამისა ილია მართლისა და წმინდისა გაბრიელ იმერეთის მთავარეპისკოპოსისა და ამბროსი ამსარებელისა და მემოწამისა კირილონისა, წმინდათა 100,000 და ქართულთა მოწამეთა და მოწამისა აბატურებისა და შუშანიკისა და წმინდათა 6,000 და ქართულთა ბერთა დავით გარეჯის უდაბნოსაში მომწყართა, წმინდათა და მართალთა, შობელთა ღვთისა და იაკიმე და ანასითა და ყოველთა წმინდათა მისთა შეწყალეს და ვაცხოვნეს ჩვენი დარწა სახიერად და გასწრუფარე. Amin. Christe acampredi, sigvilita, sigvilisa, da brunvelisa saplave piscinata, ore bismiti ceveli. Christe acampredi, sigvilita, sigvilisa, da brunvelisa saplave piscinata, ore bismiti ceveli. განსაკუთრებული ის მადრიდ მოსილდრებია ეს დიდი სიხარული უცხალობა ხალმა ამ კუთხეში ამ სოფელში გაუწყინარში ილოცავ ენკენიობას წმინდა თამარ-მეფის ტაძრისა ტაძრის კურთხევის დღეს მადლობა ღმერთს რომ დღეს სოფელი შეიძლება ითქვას სრულყოფილი იქნა. ანუ ტაძრის გარეშე, სამრევლოს გარეშე, ეკლესიის გარეშე ნამდვილად არ ითვლება. საქართველოში და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სამყაროში სრულყოფილი დასახლება და აი ნამდვილად დღევანდელი დღე არის ისეთი გვირგვინია სოფლის ამ კუთხისა ან დასახლებული ადამიანების რამე თუ ესეთი დიდებული ულამაზესი ტაძარი აშენდა დაიკურთხა წმინდა მეფე თამარის სახელზე. თამარი, რომელიც არის სიმბოლო ერთიანი საქართველოსი. თამარი, რომელიც არის სიმბოლო მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, სიმბოლო თავდადებისა, ლოცვისა, მოღვაწეობისა, ღმერთისა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარულისა. საოცარია ეს ენკენიობა, ესე ღვთის განგებით დაემთხვა მისი ხსენების დღეს, ვის სახელზეც იქნა ტაძარი საკურთხეველი, საძირკველი ნაკურთხი და შემდგომუკვე საკურთხეველი ტაძარი, ტრაპეზი, წმინდა ტრაპეზი, ეს დამთხოვა ნამდვილად ნიშანია იმისა, რომ ღვთის ნება იყო, ღვთის განგება აღსრულდა, რომ თამარ-მეფის სახელზე იქნა ტაძარი, ნაკურთხი და აშენებული. ჩვენთვის განსაკუთრებული ქართველებისათვის განსაკუთრებული პატივისცემის
მეფეს საგანს წარმოადგენს თამარ მეფე და ხატება მისი მოგხსენებათ ეს არის ერთადერთი მეფე რომლის მიმართაც როცა კიდევ ახალგაზრდა ასაკისა მძიმე გასწრებულდა სასიკვდილოდ ერმა გაიგო უკვე სიკვდილი გარდაცვალება მოუახლოვდა მეფე თამარს აი ერი ესე მოწმობდა უფალო მე წამიყვანე და თამარი გადაარჩინე და გავხანძრე სიცოცხლე ესე საოცარი სიყვარული ჰქონდა ხალხს ველს ერს მის მიმართ რამ განაპირობა ესეთი დიდი სიყვარული რამ განაპირობა მისი ესე დიდი სიწმინდის შარავანებით მოსილება 12 წლისა ავიდა ტახტზე მიხსენებათ მამის ჯერ კიდე სიცოცხლეში მეფე გიორგისა ძალიან მალე მეფე გარდაიცვალა მაგრამ მის სიცოცხლეში რა თქმა უნდა დაიწყო მეფობა თამარმა და 16 წლისას უკვე დამოუკიდებლად მოუწია მართვა ესე იგი ერთიანი საქართველოსი პირველი ბრძანება რაც მეფე თამარს 12 წლის ბავშვს გამეფებულს ის თხოვეს პირველი ბრძანება გასცა რომ მთელი ხაზინა გამოეტანა ციმდიდრე და გაჭირებულებისთვის დაერეგებინა ეს საოცარი თავიდანვე მოწყალებით საოცარი მადლით ადამიანების და გაჭირებულების მიმართ სიყვარული გამოირჩეოდა ძალიან მიყვარს ხოლმე გახსენება შესაძლებლობა თუ რაი ადამიანს სათასასუფლების დამკვირვებაა ჩვენი ცხოვრების მწიერი ცხოვრების თავი მიზანი რომ ამ მწიერი ცხოვრებიდან რომელსაც წუთისოფლები უწოდა ქართულმა ერმა რომ ესე იგი სული გადავირჩინოთ და დავიბრუნოთ ჩვენთვის გამზადებული რამოთი ერთისდება არ ყველანი ცხოვრებით ყველა გადარჩენთ ჩვენი გონებისთვის წარმოუდგენელი მეტარება სათასასუფლებელი ისევე როგორც წარმოუდგენელი დაჯვა ჯოჯოხეთი და აი ადამიანებს ამ პარტავანება ყველაზე მეტად რამაც ადამი და ევა აცტუნა რამაც ანგელოზი სატანად აქცია და ესე იგი გადმოაქვე ზეციდან ეს არის ცოდვა ამ პარტავანებისა და აი ეს ცოდვა რომელიც ისე მოდგამს კაც და მოდგმას მოსდევს ესე იგი ჯერ კიდევ 60-დან განდევნის შემდეგ ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ადამიანის სულის ცხოვრებას. ამე თუ როგორც წერია ბიბლიაში ამ პარტავანსა შემოსწრავს გვერდიდან დაბალს მისცემს მადლს. სიმდაბლეა ერთადერთი გარანტი საძირკველი ადამიანის სულიერი ამაღლებისა და გაძლიერებისა და აი თამარ მეფე იყო უმდიდრესი ადამიანი როგორც მეფე იყო უდიდებულესი და იყო ულამაზესი ანუ რაც ადამიანს სათასასუფლებისკენ ეგობება წინ უდგება და რაც აღსდრავს მასში ამ პარტავანებას ეს არის ეს შეიძლება იყოს გარეგნული სილამაზე ეს შეიძლება იყოს სიმდიდრე და ეს შეიძლება იყოს დიდი თანამდებობა ანუ პატივი რაც შეიძლება გაცნობს და აი თამარ მეფე იყო ულამაზესი ქალბატონი იყო უდიდრესი და უდიდებულესი მაგრამ არის წმინდანი რატომ იმიტომ რომ აი სარწმუნოებაზე მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე უბრალოებაზე სიმდაბლეზე იყო მისი ღვაწლი ესეთი დაფუძნებული და საოცარი კეთილშობილებით გამოირჩეოდა თუ როგორ უყვარდა მას გაჭირებულები თუ როგორ უყვარდა მოწყალების გაცემა ძალიან ესეთი საინტერესო ფაქტია როცა მსახურებაზე მიდიოდა ერთ-ერთ დღესასწაულზე ღვთისმშობლის დღესასწაულზე და მას ამკობელი წინვაზე წასასვლელად და რაღაც ვირფას ესეთი საყურეს უკეთებენ ამ დროს მოახლებოდის და ეუბნება რომ გარეთ გაჭირებული ითხოვსო დახმარებას და თამარმა ბრძანა რომ გამელოდოსო და რომ გამავთავროთ რომ გამოვალ დავეხმარები ნახავ შემოსეს მეფე და გამოვიდა უკვე გაჭირებული აღარ იყო გაქრა და თამარი ჩავარდა საოცარ სინანულში მეო აი ჩემი შემკობის გამო ესო სიკეთე დავკარგე მოწყალება აღარ გავეცი დავაგვიანე და დავკარგე და თუმცა მივიდა ტაძარში ღვთისმშობლის ხატში ავედა მუხლი მოიყარა შენდობა თხოვა მოიხსნა და მას შეწირა რომ მე არა ვარ ამის ტარების ღირსი აი ეს კიდე როგორი სულიერება როგორი სარწმუნოება რომელიც ხონდა მეფეს ძალიან მნიშვნელოვანი ყველაზე მეტად რაც დღემდე ჩვენ ფაქტიურად დიდ გაურკვევლობაში გვამყოფებს და დღემდე არის ქართული ერი გონს ვერ მოვიდა თუ როგორ რა არის გადარჩენის გზა ჩვენთვის და რა თქმა უნდა ეს გაყვანილია დავით აღმაშენებელმა მეფეს დიდი გამოა იყო მეფე თამარისა ასევე თამარმა დაგვანახა თუ სად არის თუ რაშია გადარჩენა ესე იგი საქართველოსი
საქართველოს გადარჩენა რა თქმა უნდა მტკიცე სარწმუნოების ერთგულებაშია, სამშობლოს ერთგულებაშია, არავითარ შემთხვევაში დიდი ქვეყნების ხელის შემკური არ უნდა ვიყოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვფიქრობდეთ იმას თუ რომელი ქვეყანაა ჩვენთვის გადარჩენა ერთი ოკეანის გაღმა თუ მეორე ახლოს მყოფი ესე იგი დამკვიდრებული რომ ღმერთთან კავშირი არის ჩვენთვის მთავარი და არავითარ შემთხვევაში მოკავშირეობა ღვთისმკურთხეული ღვთისმშობლის წვრთნილი ქართველი ერის აი ეს უნდა გავიგოთ რომ არასოდეს მიუხედავად იმისა რომ საქართველოს მაშინაც როდესაც თამარმა ესე იგი უფალმა ინება მისი გამეფება ძალიან ბევრი შიდა და ძალიან დიდი გარემტრები ყავდა ძალიან დიდი გავლენა თავშა ძლიერი დამპყრობელი სახელმწიფოებისა მაგრამ აი სწორი შეუპოვარი სახელმწიფოებრივი აზროვნება ესე იგი არავითარ შემთხვევაში მიწიერი როგორც უფალი ბრძანებს წინასწარმეტყველს ეუბნება რომ ნუ ეძებ შენ მოკავშირეს მე ვარ შენი მოკავშირე აი ჩვენ მოკავშირეს არ უნდა ვეძებდეთ ჩვენი გადარჩენა არავითარ შემთხვევაში დიდ ქვეყანასთან გარეშე ძლიერ ძალასთან ურთიერთობაში არ არის ჩვენი გადარჩენა არის სარწმუნოებაში ღმერთთან ბოლომდე ესე იგი თავდადებულ სარწმუნოებრივ და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში მისი მაგალითიც მოხსა თამარმა და რა სარწმუნოებითაც მან გაიმარჯვა და მან შეინარჩუნა და გააძლიერა ესე იგი თავისი სამშობლო საქართველო და ის რაც ნიკოპსიდან გარუბანდამდე დავით აღმაშენებლის ეპოქაში თავშობილი უბრალოდ დასუსტებული ჩაიბარა მაგრამ საოცარი ოქროს ხანა სწორედ ესე იგი უსახსოვრა უბოძა დაუტოვა ისტორიას და ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს მხოლოდ წარსული რა თქმა უნდა გვიამაღლება რასაც ჩვენ ვიხსენებთ თამარ მეფეს გვიამაღლება ამ ოქროს ხანის საქართველოს მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი წილი ისევე როგორც დავით აღმაშენებლის დროს თავარი ესე იგი დიდგორის ბრძოლა იყო და ჩვენი წილი დიდგორი ყველას გვაქვს მოსაგები ასევე ბასიანის ბრძოლა რომელიც ასევე გადამწყვეტი იყო თამარ მეფისთვის ესე იგი ყველას თითოეულ ჩვენთაგანს ეს ბრძოლა ეს იქნება სულიერი თუ ფიზიკური ყველა უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ისევე როგორც სხვას ოკეანის ვერ გადავცურავ თემის გარეშე შეუძლებელია ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენა ეს არის როგორც კარიბჭე ჩვენი ზეთა დამყვანებელი მადლობა ღმერთს რომ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ პირველ საუკუნეში განკაცებით მისი მოღვაწეობით მისი ჯვარცმით ჩვენი ცოდვებისათვის შემდგომ აღდგომით შემდგომ ამაღლებით იქადაგა ცათასასუფეველი იქადაგა სასუფეველის რეალურად არსებობა და ჯოჯოხეთის რეალურად არსებობა როგორც გითხარით მადლობა ღმერთს რომ დედაღვთისმშობლის კურთხევით 5 მოციქული შემოგზავნდა საქართველოში და მათ იქადაგეს საქართველოში ქრისტიანობა შემდგომ მოგეხსენებათ რომ წმინდა ნინო უკვე სახელმწიფო რელიგია გახდა წმინდა ნინოს ქადაგების შემდგომ რეგემირიანი და დედოფალი ნანა მოექცა ასურელმა მამებმა გერმონაზონება დააფუძნეს და განამტკიცეს სარწმუნოება საოცარი ესე იგი სიდიადე მოგვიტანა დავით აღმაშენებელმა როგორც წმინდა მეფემ საოცარი მაგალითი მწვერვალი სარწმუნოების და ერისძლებისა გვიჩვენა თამარ მეფემ და მადლობა ღმერთს რომ ჩვენ დღემდე ესე შეურწყნელად, შეუგილწავად, შეუცვლად ვიცავ ჩვენ სარწმუნოებას და სარწმუნოება მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოება იცავს ჩვენ ღერს. რა თქმა უნდა 21 საუკუნე ეს მეტად მძიმე ისე ღვთისაგან განდგომის რაღაც ნეოათეისტური უმერთოების ქადაგების ეპოქა მეცნიერულმა პროგრესმა ამ ცივილიზაციამ სულიერი დეგრადაცია რა თქმა უნდა ძალიან კარგია წარმატება მეცნიერული პროგრესი მაგრამ ეს სულიერების ხარჯზე არ უნდა მოხდეს გამოიწვია და ისევ ერთხელ ვამბობ რომ წყარო მხოლოდ ჩვენი დედაეკლესია ღვთიური მადლია თუ როგორ უნდა გადარჩეთ რა დროს ყოველ ეპოქას აი ეკლესიას ეძლევა ნიჭი მადლი რომ ყოველ ეპოქაში თავის მრევლს თავის სამწყსოს გზა ცხოვრებისა და გადარჩენისა აუწყოს და რა თქმა უნდა თვით ეკლესიაშიც თამარ მეფის ეპოქაში დავით აღმაშენებლის ეპოქაში იყო ძალიან დიდი პრობლემები რა თქმა უნდა ერთმანეთს და მეორემ ეკლესიის გაწმენდით ეკლესიური რეფორმით დაიწყო ქვეყნის გადარჩენა აი თამარ მეფე გამოირჩევა იმ საოცარი დამოკიდებულებით როცა მან საკათალიკოსო საბჭოს სინოდალური შეკრიბა და მთელი ერი ერთად და დარბაზს მიმართა სიტყვებით რომ
თქვენ ყველანი ამხილეთ, განაჩინეთ და მე აღვასრულებ. და მხილება დაიწყეთ ჩემგან, აი სანამ პირველი პირი ამას არ იტყვის, რომ მე ვითხარით, მივიდეთ ჩემს დანაშაულზე, ჩემს ცოდვაზე და ჩემით დაიწყეთ გასამართლება და სამართლიანობის აღდგენაო არ იქნება ჩვენი საშუალება. და ეს არის თამარისეული სწორი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომ მან მთელ ერთს მოთხოვა რა თვითონ ემხილებინათ, რომ მისგან დაეწყოთ მხილება, მისგან დაეწყოთ ესე იგი სახელმწიფოს გამოსწორება და თითქოს როცა გავფიქრდი აი ამ სახელის მატარებელ სოფელს, რომელიც წმინდანი შეიძლება შევედრებოდა, რომელიც წმინდანის მფარველობის ქვეშ შეიძლება ყოფილიყო, აი პალმა ვიგანახა რომ ეს უნდა ყოფილიყო მეფე თამარი და მადლობა ღმერთს რა გაგება ისა ასულა და სოფელ გაუწყინარს მართლაც დღეიდან როგორც სოფლის დღესასწაული, როგორც ტაძრის დღესასწაული, როგორც სოფლის განსაკუთრებული მფარველი ყავს მეფე თამარი, რომელიც არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და ღმერთმა იმედოს რომ მადლი ამ ეკლესიის თამარ მეფის დღევანდელი ეკელიობისა მოქმედების მთელ სოფელს ამ შემოგარეს ბოროტების მიმართ სიკეთის გასამარჯვებლად, სიძულვის მიმართ სიყვარულის გასამარჯვებლად და ღმერთმა ყველა უკეთურება სიკეთით შეცვალოს და ღმერთმა დაალოცოს დღევანდელიდან ფერისცვალება ამ სოფლისა, გაუმჯობესება რომ მტრობა სიყვარულით შეიცვალოს. ეკლესია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, აი როდესაც ზარი ირეკება, ზოგადად ტერმინი ეკლეოს ნიშნავს ბერძნული სიტყვა და ვუხმობ, ვეძახებ, ჩვენ ვართ გარეთ ეკლესიისა და ეკლესია გვეძახობს, ვიხმობს, სად ვიხმობს? სახარების მოსასმენად, საღვთო ლიტურგიაში დასასწრებად, სათა სასუფევის მოქალაქეობისათვის ვიხმობს, ანუ ადამიანი, მორწმუნე ადამიანი ყოველთვის ბედნიერია, შრომის მოყარია, უშურველია, უგოროტოა და ის არის ბედნიერი და კმაყოფილი თავისით, რაც ღმერთმა მისცა და არავის არ მტრობს, არავის არ შურს, არავის არ უშლის ხელს. პირიქით სხვას ეხმარება, ეს არის მორწმუნე ადამიანის ბუნება და ესეთ ფერისცვალებას იძლევა დედა ეკლესია, ღმერთმა ინებოს რომ ჩვენი ამ ხილულ ტაძართან ერთად რაც აშენდა და რაც ძალიან გვამშვენებს, ამშვენებს, აკაურებს და გვახარებს, ჩვენი უხილავი, ჩვენი სულიერი ტაძარიც აშენდეს და აი ამ მტკიცე და შეუხევლად ვიყოთ ამ ტაძარში. ღმერთმა დაალოცოს დღევანდელი დღე, თითოეული მათგანი მახსოვს 3-4 წელია რაც დაიწყო მშენებლობა, რაც ესე მამა ეგნატეს ძალისხმევი იკურთხა და თანამებრძოლთა ბიჭებისა, რომთაც მინდა განსაკუთრებული მადლობა ჩემი დიდი პატივისცემა გამოხატვა ღვთიური საქმის მიმართ იყო დრო, როდესაც როცა ტაძარი მოიხატებოდა კიტორებს შარავანების გარეშე ფრესკა დახატა მოხდა დიდია ვაწყი ეკლესიის აშენების ამფალი ამბობს ეუნება წინასწარმეტყველს ბიბლიაში ამიშენე მე შენ ეკლესიაო და მე შენ ქვეყანას აგიშენე. სწორედ აი ეკლესიაც სულის ეკლესია ამკლიანებს, აკეთილშობილებს ოჯახს, ადამიანს, სოფელს და რა თქმა უნდა ქვეყნის მშენებლობა, რომელიც ისე ღვთის ხელში, ამიტომ ჩვენ თავარია ჩვენი სიყვარული, ძღვენი ესე ვთქვათ, მივართვათ უფალს და უფალი ამიშენებს ქვეყანას. მართლაც მე-20 საუკუნე დასაწყისი მე-20 საუკუნისა თქვენ მოგეხსენებათ თუ როგორი მძიმე, როგორი საშინელი ცოდვა ჩაიდინა ქართულმა ადამიანმა დაუშვებელი რომ ეკლესია მონასტრებზე თავისი ხელი აღმოჩნდა, თავისი ქართული კაცის განგრეული და რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული და ირება სკოლისა და ეკლესიის ერთად და ეს ასევე დიდი ბოროტება ჩაიდინეს ათეისტურმა რეჟიმმა, კომუნისტურმა მმართველობამ, რომ ერთმანეთისაგან გამიჯდეს სკოლა, ეკლესია და ოჯახი. შეუძლებელია ეს სამი გოლი იყოს გათიშული ერთმანეთისაგან. შეუძლებელია ამ სამი ესე იგი ორგანიზმის ერთიანობის გარეშე ჩვენ მივიღოთ ესე იგი სრულყოფილება, ან მივიღოთ კარგი შედეგი, რომ სკოლა უნდა იყოს ეკლესიასთან და ოჯახთან ურთიერთკავშირში და ეკლესია უნდა იყოს ასევე ურთიერთკავშირში ორივესთან და ეს სამი როგორც წმინდა ის ჯვარს წეთხოვდა სამი თითით ასევე შეხმატკილებულად უნდა ჩვენს სახელმწიფოებრივ ამშენებლობას იდგას სათავეში. ძალიან საინტერესოა დელს კითხეს თუ რამ გაერთიანა დაკუცვაცებული გერმანია. თქვენ მოგეხსენებათ რომ პატარა პროვინციებად იყო ქვეყანა დაყოფილი. ის ყველა ქალაქი იყო სახელმწიფოს იყო საოცარი სამარცხვინო პერიოდი და გერმანიაო გაერთიანაო სოფლის მასწავლებელმა.
და როგორ აი მასწავლებლები თავის ბავშვებს უნერგავდნენ ასწავლებდნენ იმას რომ შეუძლებელია თუ არ გამფრინდება თუ ასე პრევენციულად დავრჩებით შეუძლებელია პერსპექტივა გქონდეს ამ ქვეყანას და მადლობა ღმერთს ამ თაობამ რომელიც აღიზარდა ამ სოფლის მასწავლებლებში იცოდა თუ როგორ უნდა ემოქმედათ თავისი ქვეყნის გადასარჩენა და აი დღესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მასწავლებელს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მისია სოფლის მღვდელს ჩვენ უნდა ვასწავლოთ უნდა აღზარდოთ სწორად აი დღეს როცა ეს განსაკუთრებით როგორც აღნიშნე ეპოქა დაუშვათ კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ზედაპირული ინფორმაცია ძალიან ჭარბია, ბევრია, მაგრამ არ არის სიღრმისეული. აი ამ დროს სკოლას, პედაგოგს და ეკლესიას ძალიან დიდი მისია აკისრია, რომ აი ზედაპირული არ იყოს ჩვენი ცოდნა. შემთხვევაში ეს ცოდნა ვერ იქნება ვერავითარ შემთხვევაში განათლება. ისინი ჩემი დიდი მადლობა და პატივისცემა გამოვხატო იმ თაობის მამულიშვილების მიმართ, რომელთაც აიწნული შეიტანეს ღმერთმა იცის მე შეიძლება წინასწარ ვიტყო შენდობას ვერ ჩამოხვალ და ვერც ვერავინ გაიხსენოს ის ადამიანი ვისაც ხილულად უმხილავად წრული აქვს ამ ტაძრის მშენებლობაში მაგრამ განსაკუთრებულად მინდა გავლოცო და მადლობა გადავხატო და ნიშნად ჩემი პატივისცემისა და ისეთი ამხშენებლობის მადლისა დავით აღმაშენებელისა და გიორგი ჭყონდიდელის ხატები გადავწერე ჩემს კახას დურუ კახას ახლა ჯანჯღავას უნდა გიორგის გოგა გიორგის ასევე ჩემი დიდი მადლობა მათ ძმებს გოჩას და პარს ხო ბატონ იონას მინაც კიდევ ვინმე არ გამოჩნს გიორგის იაროს და იაროს როცა დაიწყეს და ბატონ ალექსანდრეს გადაეცი და ყველა ადამიანს ვერტყვა აი ველს მინდა ასე პატარა იგივე ხატები ესეთი დაგეგმოთ რეპროდუქცია დავით აღმაშენებისა და გიორგი ჭყონდიდელის დღის რაღაც ესე სიმბოლური სახსრებად ესე ვთქვა როცა ენკენიობას ტაძრისას და მამა ეგნატეს მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო მეოთხე ტაძარია ამ რეგიონში სადაც უნდა მამა მსახუროს გადამწყვეტ ჩვენ ჯერჯერობით ესე იგი ხუთშაბათობით შესრულდება ამ საღვთო ლიტურგია შემდგომში ნახოთ რომ გაუმჯობესდება ესე იგი მდგომარეობა ხუთშაბათობით დამატებით სხვა ტაძრებთან ერთად აი ხუთშაბათობით იქნება თამარ მეფის ტაძარში ესე იგი გაუწყინარში მსახურება სისტემატიზმი ის მადლიც მოეფინოს აქაურობას და სრულიად საქართველოს აღიწყია თამარ მეფემ დაგლოცო თქვენ ექსოდრელი თითოეული თქვენი ოჯახი და ღვთისმშობლის წინქვე ჩვენ საქართველოს თამარ მეფის კურთხევით და წინამძღოლობით აცდა მარადის ქრისტეს გზით ევლოს მრავალჟამი ქრისტე აღსდგა შენებას აი მე ახსოვს ის დღე როცა შევიკრიბეთ და საუბრობთ გადაწყვეტილება მივიღეთ. აი დღევანდელი დღე როცა ჩვენ უკვე სრულყოფილებას დაგვირგვინებულ ამ ტაძრის კურთხევას ზეიმობთ არის საოცარი ესეთი მაგალითი სარწმუნოებისა. რომ აი ტაძრის აშენებას და ნებისმიერი კეთილი საღვთო და სახელმწიფოებრივი საქმის გაკეთებას არ ჭირდება დიდი მხოლოდ ესე იგი ქონება დაუშვა და თანამედროვე ჭირდება გულწრფელი მონდომება და მოშორდება და დანარჩენს რომ ღმერთი აკეთებს და ჩვენ ღვთის მსახურები ვართ ამ შემთხვევაში ანუ დღევანდელი დღე და აი ბიჭების დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ რომელიც დამთავრდა სწორად და იკურთხა ღვთით
არის საოცარი სარწმუნოების მაგალითი, საოცარი მოშურნეობის, საოცარი სიყვარულის მაგალითი საკუთარი სოფლისა და საკუთარი ქვეყნის და საკუთარი კუთხის მიმართ, რომელიც ღმერთმა განაგრძოს თელ საქართველოზე. ამინ. კიდევ ერთხელ დიდ ყველას დიდ მადლობას. ასე რომ არაფერია შეუძლებელი თუ ადამიანის რწმენა და მეგობრობა იქნება. ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანების ერთობა, რომელიც მოგმართლოს უხარმა ამინ. Vladimir, da Zakaria, bravo Samir. ქრისტიანსგა ჭეშმარიტად დაიხარ დიდება უფასდა დიდოცა ყოლეს ამას აზრის კურთხევას და ხუთმა დალეცოს სოფელი გაუწყინოთ დიდი ბედნიერი ვაჭკა უფასდა შევიყარე სადიდებლად წმინდისა, თანაარსისა, განმყოფელისა და თანაარსისა, განმყოფელისა და განმყოფელისა სამებისა, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა. ამინ. პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი. უფლის სიტყვის შესაბამისად შეიქმნა დედამიწა, ნელი და ნათელი, ზედამთვარე, წყალი და ხმელეთი. სცენარი, ყოველი თუმბილი, ხოლო ბოლოს კი თითქმისავე სახელთან თანაც შეიქმნა ადამიანი. თამაშაა ადამიანის ისინების შექმნის ძალოსა ისის. აჰა, მომიცია სქელთვის ყოველი ბავშვი. ყოველი ნაყოფიერი ხე იყოს თქვენი საათი. ყოველი მცენარეების ყოველი, მონიუმად მონიუმად. გამოვიდა და ამრავლებს საათი. აშანზე გავწოდა თოლა და მაგ დედამიწაზე. ძროელა მამა, უმოყარე გამოხედა თავის შესაძლებლად.
და თავისი საყვარელი ძე იესოთის გამონგამავს ნელა მესია თორდათარახის Cristiano სიყვარულმა მესის მაგმა და მართლმორწმუნეობა გამოადარა ხელის გულის ოდენას და საქართველოს საუკუნეების ფარგლებში გამოიყვანა დღემდე უხვისა და სიჩუმის გარდა დააბერდა მშობელმა თავის წინხვეწ ძალმოსამების მადლი ოსილიეს მარტია ქვეყანა საუკუნეთა სიღრმიდან ესმაგარ უხარ ამოიზარდა მაგალითად ყველანზე იჯდა მამათო თეთრი ღრუბლები ემინა ბარიშესაც იმარი შანდად ედგა შიგზე სასად კენთო ახალ ხელის ქვეყნის სულს ანიშნებდა ალობა უფლისას თუნდე ყველას მიცუდა მიწის ყველა მწიძე თავისთან შეხარა გაშლი ხელის გულზე ედო დედამიწა რომ კაცთან მოგისთვის გაიღო ქროქო ვიცი რის ისე ზანგი და არაფრი პრანი თუ იმოდის ხსნებას გინდო ზოგს ვერი არ უნდა, ზოგს დების ხარაფი, ზოგს ხელი უნდა, ზოგს ხელი მინდო. ზოგს ამოუწია, ზოგს დების კალთები, უფლის განაჩენი არ იყოს სარდაო. ხოლო ამ ცენტრში არ ჩანდა ქართული, დიდი და ქართული, საიდან სადაო. გაროცა პიცკითა, გარი დამხაბარი, ოჯის კი მიწისა არ დაბრუნდა უბრალო. უეცა ჩვენები სად იყვნენ სადარა, გამოჩნდნენ დაკითხეს, ჩვენ აუბრალ მოხალო. მიწის განსუნების სულს ხალხს გამთავრდნენ. Ja დამაშვარი შაშაში მეუღლის. განსუდა ვინახა სადაც ახალ ტელევიზორზე წავყავი. ქართული გახლავა, გავშალეთ დაბდები, შედის საზეზე რომ თასები მომცალე. იქ ხელი ვაჩი, რაკეტა გარიდე, დადაღვია და ფერვერტო მოწყალე. აუროცე ჩესპია შექმნილი სამყარო, მეუღლე მაგალო. და რადგან ეს პისტა ყველას გაუღავი, სუდი თუ გაგიყურე გაეცეთრი არა. აუხო, რუსუხა შეკარგადიღავი, ოღონდ მიცალე ესე სტუდიალა. ალპებად ანდება თუ კავკასიონი, ხება დაიწინე კაბები შეფულნი. Obsatagabino, Paradisuri, Asset Ravasini, Mamasini, Ezguni, Supela Gravesi, Viniki, Juhi, Alpeda Vitore, Badara, Zalboki, Ikalta Mubete, Situki, Siuhis, Sachevo Samokis, Kesul, Tomobi, Meshochis, Vidonam, Zuri, Kedevi, Taragan, Midiswan, Amset Siarais, Zeta Shuris, Holo, Ezedevi, Petri Davidvia, Name, Salat. Ishom Katarada, Katarada, Ostan Tazma, Edel Sampada Sampai, Keda Sadamotame. I give this to the Sidonia Church, Zahmotile, Spida Zahmot, Mariani სიტყვა წმენა და ლოცვა ქალმა ღმერთმა დაგვიცა როცა კაცი სიყვარულის ანბანი მოგცა და მიწიერნი ასე და ლოცა უდამ გახსოვდეთ რომ თქვენ ხართ ერთი რადგან ერთი ყავთ უფალი ღმერთი ხან გამარჯვებით ხან კივნეული მარცხი ხან დადილებით ხან გამარჯვებით ხან კივნეული მარცხი ხან დადილებით და განუწყვეტელი ქართული ხანგები ვაშენეთ ქრისტიანია ვარფილი ბაზი სტარჯეთ მომავალი დიდი ქრისტიანთა წერილები მივყევით ხსნებას და მივედით აღმაშენებლად სწორედ აღმაშენებელი მასწავლდა რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობა იყო საქართველოს გადარჩენის სილიაზის ფაქტორები ამიტომაც მუდამხმობდა და გვაქვს და მეფეთა მეფე აშენებდა განავრცობდა და აციერებდა სემიტასკას მან გააციერა და თამარის ორთოსთან Utasi panis margatadebelo, chavasakatelo, margatadebelo, oshkoda takulo, tereblik, lapere, itas motveshilo, gnebo, kartelebo, senset azikulo, kvaro, kasameba, toka shukacheta, nukweko, sameba, utasi panis margatadebelo, ahstek, sakatelo, margatadebelo. და გონების შემცველი მეფე-ქალი. მასში მართული მეთოდი და ამასთანავე სასწორით მოწერი და მაღლობლებელი სადარგლობისა. აი, ასეთი თამარი მოვიდა მეთორმეტე საუკუნეში ამ დამარხ დასწრის პარკი. ტერიტორიისა და სიყვარულისა
მოიცავს ამრეთში. ჩვენი სოფლის ერთი ყველაზე წმინდა და ძირფასი. ჩვენ მოხდეთ მაღლისისა და ჩვენი თანასოფლების არის. ადგილობრივი გამგეობისა და რაიონის მესეობდა დახმარებით. შემდეგი და ავაშენეთ ჩვენი სულების მასწავლებლად. ეს პატარა ტაძარი ნიშნავს ნებედობათა შეუდგენლობისა, ნიშნავს დაუყალავი შრომისა, უთლის სიყვარულის სამონებული შრომობის დიდი თუ პატარა, მასწავლებელი თუ მოსწავლე და იყოს ნებას რეალობა იქცა. შრომოდა გამოვიდა თამარის ეპოქის შესაბამისად და არამედ შესოფლში, არამედ საქართველოში, არ შეძლეს ქართული ეკლესიის საეპისკოპოსო და საქართველოში შემოდის ეილას, ლონდას, ნათლიას, მარის, დავითის, დიმეტრესა და ილიასმევა. ხარა ჩადიოდა, მამალი კიოდა, აბი ადიოდა, ვიღაცა წიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცა შიოდა, ვიღაცა ციოდა და როგორ ადიოდა, ვიქიქრობ ხაბიდან ჯოხში, ჯოხიდან ჯამში, ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული ფული, გადადიოდა კაციდან კაცში, გადადიოდა, დამოდიოდა, ვიქარქავ ტყად, სადაც სვამდნენ, ამბლებდნენ, ვიდნენ, უმბაცოდ წვიდნენ, უგლობდნენ და მიუხედავად ამისა მაინც გამოიარა რუსთველის გული, გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულთანის გული და დღეს შოთაის ნახოვის სისხლი და დღეს ვახტანგის ნახოვის სისხლი და დღეს სულთანის ნახოვის სისხლი საქართველოში ამაყად დადის ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვანჯა, გიორგი, გივი და იარო, ამინ. თამარი სახელობის ტაძარი და მოგვიდევთ შესაბამისად მემარიდეთ წარსული მოგონება. მართალია, რომ ჩვენამდე მოვიტანეთ ჩვენი გულების მისვეს.
Snigodzina monapapu, komizitsus kanicalo. Żartole biga chwycino, ciraskani tolizalo. Żartole biga chwycino, ciraskani tolizalo. Oh na 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 ya, na na ya na ni na. Oh na 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 ya, ciraskani tolizalo. Oh na 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 ya, na na ya na ni na. Oh na 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 ya, ciraskani tolizalo. Ciraskani tolizalo. Ciraskani tolizalo. Oi, se da da na ni da da. Oi, ra ni da da. Oh, deli oh, deli oh, ra ni da da. Simoni ari ke bari ke da da da. Oi, se da 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 Oi, se da da. Come
Triali. Zemo tachtora.